ცოტა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რაზე ვილაპარაკე ვიდეოში для русское. წინა ვიდეოს წინ არის. ერთით უკან ჩადით. პირველი ძალიან სასიამოვნო იყო რომ გადამწარდნენ და გადაფსიხდნენ მე რომ რუსის გამწარება მიყვარს ისე მსოფლიოში მე მგონი არავის არ უყვარს რუსის გამწარება ძალიან ბევრი კომენტარი დამიწერეს ძალიან ოღონდ ყველა უარყოფითი იყო რა თქმა უნდა დავტოვე მხოლოდ ისეთები რომელიც ოდნავ მაინც რაღაცნაირ ცენზურაში მაინც ზის. დანარჩენი ყველა იმდენად უცენზურო იყო, რომ შეუძლებელი იყო მათი გამოჩენა. უფრო ანუ მე რომ რაღაცა შეურაცხყოფას მომაყენებენ, მაგალითად ვირის წიხლი მე არასდროს არ მწყინს და რუსის შეურაცხყოფას მე შეურაცხყოფად არ ვთვლი, მაგრამ მაყურებელი და ის ადამიანი, ვინც იმას წაიკითხავს, იმის ფსიქიკას უნდა გავფრთხილდე უფრო ვიდრე ჩემსას. ხო და გამწერება გამწარებით, მაგრამ ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ ეს მართლა უნდა გავაკეთოთ და რეალურად უნდა გავაკეთოთ. ანუ ასეთი კანონი უნდა მივიღოთ აუცილებლად. ასეთი კანონი არ მიუღია აზერბაიჯანს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი იყო ოკუპირებული. მაგრამ აზერბაიჯანს არ ქონია ოფიციალურად მსოფლიოსგან ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი მიღებული. ისე მოახდინა დეოკუპაცია, რომ ბოლომდე ითვლებოდა, რომ ვითომ სომხეთს ეომება და არა რუსეთის მიერ არის ყარაბაღი ოკუპირებული. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ოფიციალურად გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი 30 წელია ოკუპირებულები ვართ. ძალიან ადვილად დათვლადია ის ზარალი ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური, მორალურიც, რაც მივიღეთ მათგან და ამ ყველაფერს რო დავითვლით, მერე ამ ფულის ამოღება შეიძლება როგორც რუსული სახელმწიფოსგან მოთხოვნით, მაგრამ რუსული სახელმწიფო ჩემ ფეხებს მოგცემს, ასევე რუსეთის მოქალაქეების ქონებების ხარჯზე. და ეს გააკეთა უკრაინამ. უკრაინამ თავის ტერიტორიაზე 22 წელს გააკეთა, ოღონდ 14 შერ გაუკეთებია ეს. 22 წელს გააკეთა ის, რომ ყველაფერი რუსეთის მოქალაქეებს წაართვა. უკრაინას ამის მორალური უფლება და საერთაშორისო უფლება იმაზე მეტად არ აქვს ვიდრე ჩვენ. ჩვენთანაც წელიწადნახევარი მიდიოდა ომი და პროცენტულ ფარგლებში რო დავითვალოთ, რამდენი ადამიანიც დაიღუპა უკრაინაში მთელი 14-დან დღემდე და კიდე სანამ დამთავრდება პროცენტულად იგივე პროპორციულად არის საქართველოში ხალხი დაღუპული და ჩვენ მთლიან რაოდენობას რო შევადაროთ დაღუპულის რაოდენობა, იგივე პროპორციას მივიღებთ, რაც უკრაინაშია. ამიტომ გარდა იმისა, რომ მორალური უფლება გვაქვს, ასეთი კანონის მიღების საერთაშორისო უფლებაც გვაქვს. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ დეოკუპაციის პროცესს დავიწყებთ, იქ რაღაცა 1-2 გასროლები იქნება ყველა შემთხვევაში. ჩვენ შორიდან დავბომბავთ რუსულ ბაზებს, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ 1-2 რაღაცას რუსეთი აქითაც ისვრის. თლად ისე არ წავა, რომ საერთოდ არაფერი არ ისროლოს. ჩვენ იმ რაღაცას რო ისვრის იმას დავიჭერთ, არ დავიჭერთ, სადმე მოხდება, არ მოხდება, წინასწარ არ ვიცით, უფრო დავიჭერთ, ვიდრე არ დავიჭერთ, იმიტომ რომ დეოკუპაციისთვის მომზადებით ისე, რომ ჯერ ცას დავფარავთ, დაფარული ცით დავიწყებთ ჩვენ დეოკუპაციას. გახსნილი არ იქნება ცა, როდესაც ჩვენ აქედან რაღაცეებს ვესვრით რუსულ ბაზებს. ცა ჩაკეტილი იქნება ისევე, როგორც 2008-ში ჩაკეტა ამერიკამ და ამიტომ მოუწია რუსეთს მეხუთე დღეს გაქცევა. და ამ ჩაკეტილი
ვიცით, რომ დავიწყებთ დეოკუპაციას და რომ აიწევა მთელი ამბები მსოფლიოში და რაღაცა და ესკალაცია და ისა და ესა, აბსოლუტურად იქნება გამართლებული ყველანაირი სამართლის მიხედვით ის, რომ ჩვენ ასეთი კანონი გქონდეს ამ დროს. თან ჩვენ ოკუპანტს გავყრით იმ მომენტში დეოკუპაციის მომენტში ყველას რუსეთის მოქალაქეებს თან გავყრით ისე რომ არ მივცემთ საშუალებას რომ თავისი ქონება წაიღონ ან იხეირონ იმ ქონებით. ვიღაცებს ამაზე საუბარი ზედმეტად ხისტი მოეჩვენა და ვისაც ხისტი გეჩვენებათ ვალერიანი მიიღეთ. იმდენი ქართველია რუსის მიერ მოკლული, განადგურებული და იმდენჯერ გამართა რუსეთმა გენოციდი საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ეს კანონი არანაირად არ არის ზედმეტად ხისტი. აი საერთოდ არანაირად არ არის. პირიქით ძალიან ცოტაა იმ ბოროტებასთან შედარებით, რაც რუსეთმა ჩვენ გაგვიკეთა. ჩვენ სამაგიეროს რუსეთს ვერაზროს ვერ გადავუხდით. ჩვენ ვერ მოვკლავთ პროცენტულად იმდენივე რუსს, რამდენიც პროცენტულად ჩვენ მოგვიკლა. ჩვენ პროცენტულად იმდენ რუსეთის ტერიტორიას ვერ დავიპყრობთ და ვერ წავართმევთ, რამდენიც ჩვენთვის აქვს წართმეული. ამიტომ ეს არის აი ძალიან ცოტა 10%-ია იქიდან თუ რა ზარალი მივიღეთ ჩვენ რუსეთისგან 10%-იც კი არ იქნება, დარწმუნებული ვარ. ამიტომ არაფერი ზედმეტად ხისტი ამაში არ არის. მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა პოსტი, რომ აპირებს ასეთი კანონის მიღებას და მე მაგალითად ვიძახი, რომ როდესაც ამ ქონებას ჩვენ მათ წავართმევთ, სახელმწიფო თავისთვის კი არ წაიღებს და ბიუჯეტში კი არ წაიღებს, ანუ გადაანაწილებს იმ ხალხზე, ვინც ოკუპაციისგან დაზარალდა. მიშამ დაწერა, რომ ვინც მთელი ეს წლები იძულებული იყო, რომ ემიგრაციაში ეცხოვრაო და ემიგრაციაში გადახიზნულებსო. ასეთ შეიძლება. მე უფრო იმის მომხრე ვარ, რომ დეოკუპაციისგან დაზარალებულებს, მაგრამ ემიგრაციაში გადახიზნულებსაც, ოკეი. მაგრამ შეიძლება ისიც და ისიც. თუმცა ამდენი რაოდენობრივად არ ეყოფა, მაგრამ შეიძლება ის თანხით ამოიღო და ეს თანხა თანაბრად გადაანაწილო. მოკლედ, დეტალებზე ჯერ მსჯელობა რა თქმა უნდა ძალიან ადრეა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ და მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ასეთი კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ. ახლა რაც შეეხება რუსების გამწარებას და რუსების ბულინგს. მე ბატონ ბადრის ვუთხარი წინა ვიდეოში, რომ ბულინგი კარგად გამომდის რუსების და მართლა კარგად გამომდის რუსების ბულინგი. პირისპირ კომუნიკაციაშიც ძალიან ვაბულინგებ. ვატირებ და ისტერიკაში ვაგდებ. ქალებს ვატირებ, კაცები წყობიდან გამომყავს. ეს ვიღაცამ შეიძლება პირიქით ჩემს სისუსტეში ჩათვალოს. რომ მე ასეთი პატარა რაღაცეებით ვიხარებ ჩემ ჭიას, მაგრამ ბევრჯერ მithქვამს, რომ ანუ ახლა ხო არ არის ისეთი პერიოდი, რომ მე ავტომატი მეჭიროს ხელში. შეიძლება როდისმე დადგეს ისეთი პერიოდი, რომ მე ავტომატის აღება მომიწიოს. ხო და აი მაშინ ბულინგი არ დამჭირდება, ავტომატი მექნება ხელში. სანამ ავტომატი არ მიჭირავს ხელში, ბულინგია ჩემი იარაღი, სწორი პოლიტიკის, მათ საწინააღმდეგო პოლიტიკის წარმოებაა ჩემი იარაღი, ასეთი პოლიტიკის პროპაგანდაა ჩემი იარაღი, გინებაა ჩემი იარაღი. და მოკლედ. და ვთვლი რომ ყველაზე კარგად გამომდის. მე არ მინახავს ჯერ სოციალურ ქსელში ვინმეს ისეთი პასუხები გაეცეს რუსისთვის. ან თუ გინდ ჩვენივე ოკუპაციიდან სპეციალურად მოგზავნილი ჩიკრიკებისთვის, იგივე აფხაზეთიდან ხშირად მიგზავნიან ხოლმე ვიღაცაებს, რომ ვითომ რაღაცა აი ასეთი ათქმევინონ.
იმათ მიბულინგება ბევრად უფრო ისეთი ანუ უფრო ლაითად ვაკეთებ იმათ ესეთი სასტიკი როგორც რუსის მიმართ ვარ მათ მიმართ არა ვარ იყო ასეთი შემთხვევა თუ გახსოვთ ქსენია სობჩაკი რო იყო ჩამოსული 22 წელს და რუსულად რო უნდა და საუბარი ისევ საშინლად მცხელა 16 გრადუსზე მიყენია კონდიციონერი და მაინც რო ვლაპარაკობდა ვიდეოს რო ვიწერ მცხელა რას ვლაპარაკობთ ხო ქსენია სობჩაკი რო იყო ჩამოსული და რუსულად რო უნდა და დედაენის ბარში რო შევიდა და რუსულად რო უნდა ლაპარაკი და რო არ ელაპარაკნენ და ინგლისურად რო ელაპარაკნენ ხო მთელი რაღაც სკანდალი აწია და მე იმ დედაენის ბაღს შეუვარდნენ რუსი ტროლები აი როგორც მე შემომივარდნენ ისე და დაახლოებით 150 კომენტარი იყო და ყველა იყო აი უსაზიზღრესი, უსაშინლესად უსაზიზღრესი ისეთი დონის რომ ქართველები აი ასეთი დონის რა დავარქვა ამას სინაგლეს არა სინაგლე არ არის ეს არის რაღაცა მოკლედ არა მაქვს შესაბამისი სიტყვა ასეთ რაღაცებს წერდნენ რომ აუ თქვენ ბარში ვიყავიო და საჭმელში სალატში რაღაცა ძვლები შემხვდაო და ალბათ ეს იმ ბავშვების ძვლებიაო რომელიც 2008-ში დაგიხოცეთო და გემრიელი იყო რა ანუ 2008-ში დაგიხოცეთო თან უხარია თან ვითომ ბავშვები დაგვიხოცო და ეს უხარი მოკლედ და აი ამათ ვპასუხობდი ანუ 4 საათი დავხარჯე ამაზე 150-ვეს ვუპასუხე. ოღონდ აი ეს საშინელი სიდამპლე ხო დაწერეს. მე ვპასუხობდი 10-ჯერ უფრო მეტი სიდამპლით. და იქით ვაგდებდი შოქში. მე პასუხები არ ქონდა. ძალიან დიდი ხანი ფიქრობდნენ ხოლმე რა ეპასუხათ, რომ ვითომ მე დავემცირებინე და ვერ მომცირებდნენ. რაღაცას რომ მიპასუხებდნენ ჩემს პასუხზე კიდევ უარეს პასუხობდი, კიდევ ნუ მოკლედ არ დავიღალე. ყველა მივაჩათლახე და მე გაჩერდნენ. მიხვდნენ რომ ანუ ისეთი რაღაცა გამოდის, რომ აქით უნდათ ჩვენი დაბულინგება და შერცხვენა და იქით დაბულინგდნენ და შერცხვნენ. თან სკანდალი იყო ახლა ჩემი არხის ქვეშ ეს არ ჩანს, იმიტომ რომ ჩემი არხი არ არის რაღაცა სასწაულად გაპიარებული ადგილი და ის ბარის ქვეშ რო ამას წერდნენ გაპიარებული იყო, იმიტომ რომ სობჩაკმა ილაპარაკა, ახლა სობჩაკი რო რაღაცას ლაპარაკობს, მე მთელი რუსეთი იმაზე ლაპარაკობს, მე მთელი რუსეთი იქ შემოვარდა და მოკლედ ყველას უკვე თვალში მოხვდა, რომ აი ამ ბარის რაღაცა ინსტაგრამის გვერდზე რაღაცა ხდება. და იმ რაღაცა რო ხდება და თავიდან რო ძალიან უხაროდათ, რომ დაგვამცირეს და შეურაცხყოფა მოგვაყენეს და გვატირეს და მოკლედ უცებ გამოვიდა რომ პირიქით. ერთმა კაცმა იქით 150 ტროლს ისეთი უქნა რომ უცებ ჩანან ძალიან სამარცხვინოდ და ძალიან საწყლად გამოჩნდნენ. გაჩუმდნენ 1-2 საათი საერთოდ არ პასუხობდნენ და მე მივხვდნენ რომ ასე დატოვება არ შეიძლება. იმიტომ რომ თვითონ მინუსებში რჩებიან და თვითონ რჩებიან გასაწყლებულ შერცხვენილები და წაშალეს. აუცილებლად არ დაიზაროთ შედით იმ ვიდეოს ქვეშ და ძალიან სკრუპულოზურად შეისწავლეთ რას ვპასუხობ. 2008 წელზე რო იძახიან ხოლმე можем повторить. ახლა პირად შეურაცხყოფას რომ მაყენებენ იქ რაღაცა კოსმეტოლოგთან მიდიოდა, ეს გაისწორეო, ის გაისწორეო, კბილები რას გიგავსო, ეს იმდენად სასაცილოა, მე ვიღაცა რომ მეუნება რომ უშნო ხარო ან ლამაზი არ ხარო ან ნუ ჩემთვის ეს იმდენად სასაცილო. მე ვიცი რომ ლამაზი ვარ. ამიტომ ასეთი რაღაცებით მე შეურაცხყოფა რომ მომაყენოს ადამიანმა შეუძლებელია. და პოლიტიკურად რო ცდილობენ
ყველაფერზე, ანუ როგორ უნდა უპასუხო, როგორ იქით, როგორ უნდა დაამცირო, აი ეს ხრიკები მოინიშნეთ თქვენთვის, დაგჭირდებათ. სოციალურ ქსელებში გამოიყენეთ მე 2008 წელზე აუცილებლად. მე 2008 წელზე საერთოდ რუსის იქით დაბულინგება არასდროს არ მიჭირს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ 2008 წელი ჩვენ მოვიგეთ, თან ძალიან სასწაულად მოვიგეთ, ისე მოვიგეთ რომ ჩინეთი შოკირებული დარჩა და ჩინეთის დაზვერვა ისეთ იმებს აკეთებდა. განხილვებს თუ რა მოხდა 2008-ში, რომ იქ მაშინვე დაინახეს, რომ არანაირი ველიკაია, რუსეთი არ არის და რაღაცა პატარა საქართველომ 5 დღეში ისეთი რაღაცა უქნა, რომ მოკლედ ჩინელები იყვნენ შოკში და მაშინ მიხვდნენ, რომ ჩვენ ეს ტერიტორია უნდა წამოვიღოთო. და მაშინ მიხვდნენ, რომ შეუძლიათ. ამაზე ვიდეო მაქვს დიდი ხნის წინ 22-ის ზაფხულში კიდე გადაღებული რუსულად არის. ის ჩინური სტატიაც მიბმული მაქვს იქ ვიდეოს ქვეშ, ქართულადაც მაქვს რამდენიმეჯერ გადაღებული, რომ ჩვენ 2008 მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შტერს და უაზროდ, უკონტექსტოდ მიშაზე გაბრაზებულ დებილ დორბლიანს რატომღაც არ უნდა იმის გააზრება, რომ ჩვენ 2008 ძალიან მაგრად მოვიგეთ, მიუხედავად ამისა, უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ 2008 მოვიგეთ. 2008-ში დაიწყო რუსეთის დაჩოქების პროცესი, რომელიც რამოდენიმე წელიწადში სრულიად ფანტასტიურად და სრულიად წარმატებულად დასრულდება ეს დაჩოქების პროცესი, ჩვენ დავიწყეთ. სავარაუდოდ 28 იქნება ზუსტად ის წელი, რომ ეს პროცესი დასრულდება. 8-დან 28-მდე 20 წელი დაგვჭირდა რუსეთის დაჩოქებისთვის. არ არის ეს ძალიან ბევრი, რუსეთი დიდია სამწუხაროდ ტერიტორიულად და ხორცის რაოდენობაც ბევრი აქვს. და მე ვთვლი, რომ რუსეთი საქართველომ გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკრაინა იბრძვის, თითქოს ჩანს, რომ თითქოს ჩვენ არ ვიბრძვით, მაგრამ არანაკლებად ვიბრძვით და ჩვენი ომი 30 წელზე მეტია უკვე მიმდინარეობს. უკრაინის ომი 11 წელია მიდის, ჩვენი 30-ზე მეტია. 30-ზე მეტია, ახლა საბჭოთა კავშირის მე რო ჩავთვალოთ, თორე მანამდე ხო მანამდე. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანია ვერბალური დაბულინგების, ხრიკების და უნარების ცოდნა. მოგიწოდებთ, რომ არ დაიზაროთ, ჩაყვეთ, დაიმახსოვრეთ, გამოიყენეთ. და ის კანონი, რომელზედაც იქ ვილაპარაკე, რომ ჩვენ რუსები უნდა გავყაროთ და გავპუტოთ და უტრუსიკოთ უნდა გავუშვათ აქედან, ეს კანონიც აუცილებლად უნდა მივიღოთ და ჩვენ ქოცებს რომ გამოვცვლით, შემდეგ ხელისუფლებას თუ მოერიდება ამის გაკეთება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ წნეხი იგრძნონ ჩვენგან საკმაოდ ძლიერი, რომ მოუწიოთ ასეთი კანონის მიღება. მომავალ შეხვედრამდე რუსები უნდა ვაბულინგოთ და თარიღზე 08:08 უნდა გადავიღოს შემდეგი ვიდეო. ძალიან მომეწონა, რომ ესეთი დამთხევა, ოღონდ ბჭყალებში დამთხევა, ეს დამთხევა არ არის. რომ ტრამპმა ხო პირველი ულტიმატუმი ხო გამოუცხადა, რომ 3 სექტემბერი გამოდიოდა, როდესაც უთხრა 50 დღეო. და ახლა რომ შეცვალა და არ მჭირდება 50-10 იყოსო, გამოდის 8 აგვისტო. ძალიან მსიამოვნებს, რომ ტრამპმა, ანუ ჩვენ რო დავიწყეთ 2008-ში რუსეთის დედის დღნა, ისე 2008-ში იწყება რუსეთის დედის დღნის 2008-ში კი არა 25-ში, ოღონდ 08:08-ში იწყება რუსეთის დედის დღნის საბოლოო ეტაპიც. ამაზე რუსულად უნდა გადავიღო ვიდეო, რომ რუსები ისევ გავამწყარო. მომავალ შეხვედრამდე საქართველო იქნება დეოკუპირებული, უკრაინა იქნება დეოკუპირებული,
შავი ზღვა იქნება თავისუფალი რუსისგან.